უკვე 34 წლის შემდეგ რეჟიმი იმდენად მოძლიერდა, რომ აი მასობრივ წმენდებზე შეუძლია რომ გადავიდეს. პერმანენტული წმენდების ფონზე მართველი ელიტა შევიწროვდა. საქართველოში ქართულ ფერებში ჩდება სტალინი. არის დამუხტული გარემო, რომ ახალი დიდი აფეთქება იქნება. დიდი ტერორი ოპერაციულად როგორ ტარდება. საბჭოთა კავშირში არის უკვე სოციალისტური სისტემა. ერთი დიდი რუხი მასა ჭიანჭველების ბუდესავით, რომლებიც მუშაობენ და კომუნიზმს აშენებენ. ერთ-ერთი პირველი და სასტიკი ანგარიშსორების სხვეპლი ზუსტად ეს ყოფილი ოპოზიციონერები ხდებიან. ხალხის მტრეშულები. მიუღებელი და მონიშნულია როგორც მოწინააღმდეგე. საბოლოო ჯამში, როცა ესეთი რეჟიმი იქმნება, ეს ეხება ყველას. დასრულდა ძველი განზომილება და იწყება ახალი. ინტერესთა ჯგუფებს აპირისპირებს სტალინი და სტალინი საბოლოო ჯამში არის ინფორმირებული და სტალინი არის არბიტრი. ფაქტობრივად ღმერთია რა, მის ხელშია ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე. განათლებული ადამიანების მასა პრობლემას უქმნის რეჟიმს. გამოდის აცხადებს განაჩენს, რომელიც არის საბოლოო და გასაჩურეოს არ ექვემდებარება.